პრეზიდენტის სასახლე საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსულ მზრუნველობა მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს მასპინძლობდა. სპეციალურად მათთვის მორთულ ნაძვის ხესთან ბზიკების სტუდიის პატარა მომღერლება იმღერეს. თოლის ბაბუამ კი მათ საჩუქრები დაურიგა. ზემს საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო. ბავშვებს ახალი წელი მიხეილ სააკაშვილმა პირადად მიულოცა. პრეზიდენტის სახლი, ეს არის თქვენი სახლი, ეს არის თქვენი სასახლე. იმიტომ რომ თქვენ ხართ საქართველოს შვილები, თქვენ ხართ საუკეთესო შვილები საქართველოს. მე მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ იცუროთ ბედნიერება ამ ახალწელს, თქვენი ყველა ჩაიფიქრე ალბათ ახალწელს გამისურვებთ. თუ არ ჩაიფიქრეთ, ახლა ჩაიფიქრეთ, არ არის გვიან. იზდებით ძალიან მაგარ ქვეყანაში. თქვენ ხართ ძალიან მაგარი ხალხის შვილები. ჩვენ ქვეყანას ტრებიც ყავს, სერიოზული მტერი ყავს ძალიან, ბევრი უბედურება დაატყდა თავს წინა წლებში, ბევრი ცუდი რამე დღესაც ხდება, მაგრამ ერთი რამე ყველას უნდა გვახსოვდეთ. ხშირად უფროსები წუწულებთ, უკმაყოფილოები ვართ, არ მოგწევს ეს ნორმალურია, მაგრამ თქვენ ბედმა გაგიღებათ, იმიტომ რომ თქვენ დაიბადეთ და გაიზრდებით და იცხოვრებთ ძალიან საინტერესო და ძალიან მაგარ ქვეყანაში. და ჩემთვის ეს არის ყველაზე მთავარი, რომ თქვენ გაიაზროთ და მე ვიცით, რომ მე და თქვენ ბევრი არაფერი არ გვაშორებს ერთმანეთთან. მეც მიყვარს თქვენთან მუდმივად ურთიერთობა. ნახეთ, როგორი ლამაზი მზიანი დღეა თბილისში. სპეციალურად თქვენთვის შევუკვეთეთ დილიდან ამინდი. გავიღვიძე დილიდან და უყვეთა და ხო ხედავ ესე რაღაცას რომ მოვიჩავიფიქრებ, ის ხდება, ხო ესეა. დაიწყეთ თქვენს რაღაცები კარგი ჩაფიქრება. ოღონდ ისეთი რაღაცები ჩაიფიქრეთო, თქვენს გაგიხარდეთ და სხვებსაც. ყოველთვის ყველა სულს როცა ჩაიფიქრებთ, უნდა მარტო ისეთი კი არ იყოს, რომ აი მე რაღაცა. მოდი მე მქონდეს ბევრი საჩამაშო ან შოკოლადი, ან კიდე რაღაცა უფრო ისეთი კარგი გარემო. ეს კარგია. მაგრამ ამავე დროს იფიქრეთ, რომ მოდით ისეთი რაღაცა ჩავიფიქროთ თითოეულმა თქვენგანმა, რომ აი მეც გამიხარდება და ჩემ გვერდით რომ ბავშვები შედან და უფროსები იმათაც ძალიან გავხარდებათ. და მაშინ ჩვენ ყველანი ავაშენებთ ძალიან მაგარ ქვეყანას. იმ ქვეყანას უფრო ჩქარა ავაშენებთ, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა ყველა შემთხვევაში ძალიან მაგარი და ძალიან საინტერესო.